გავუშვათ პროგრამა. Click, ანუ ვეუბნება რომ ახალი slide, new slide show, ახალი ფანჯარის show. აი პირველში ვეუბნება რომ დავამატოთ ფოტო ან ვიდეო. ჯერათ მე დავამატებ ფოტოს, add, ანუ დამატება. ავირჩევ ეკრანს. აი სამი ფოტო მაქვს. ой ატკნით აი სამივე ჩავარდა შემდეგ მივცემთ next აი next შემდეგ მეუბნება რომ დავამოდოთ ახალი მუსიკაო მუსიკასაც ავირჩევთ როგორც სურათს add აი მუსიკას მე ავირჩევთ დისკიდან აბა უბრალო მუსიკას რაც გამოგვადგება მაგალითად აი ეს აი როგორც ვთქვათ მუსიკა ჩაგდება და მუსიკა ფორმატები არის mp3 WAV და აი ასე შემდეგ next აი მუსიკა ჩავარდნილია აი ახლა აქ არ ჩამიყრის ეს თვითონ ავტომატურად როდესაც უშვებს თვითონ აკეთებს თავის ფორმატებს აი გაუშვა აი ახლა აქ უნდა მივიტითოთ მოდერაცია თვითონ რომ დაამონტაჟოს აქ ყველა გააკეთოს, მაგრამ ზოგი იქნება ცალგვერდივით, ზოგი ასე არ გაწყობს. ყველა უმეტესი საიდანაც მე ვნახე ვიდეო გაკვეთილები რუსულად და მათ იყენებენ Kesaul Modern. Next, click. და აი ახლა თვითონ გაუშვეს ავტომატურად. აი დაველოდოთ, აი თვითონ გაუშვა სურათები. ეს ავტომატურად. აი და თუ გნებავთ ამის შენახვა next save your prompts ვიცემთ save your show ამოწმისთან სახრანით გამიგდებს აი ასეთ რამეს მაგრამ ეს თქვენ არ გაწყობთ ამისათვის ამათ მოვიშლი თავიდან ჩავსვათ რომ გასაგებად ახსნა ამას გავთიშავთ. ავიღებ ჩვენ სურათებს, ჩავაგდებთ. გაეშვება. აი, ეფექტების დამატება ხდება აი აქედან. აი. აი ეს ყველა არის ეფექტები. დიდია. აი შეგვიძლია რაც ეფექტია, აი გვიჩვენებს თვითონ. ავირჩიე მაგალითად აი ეს Apple კიდე შემდეგი ავირჩიე მაგალითად ეს Apple აი ახლა გვინდა ჩვენ გვჭირდება მუსიკა ხო ცხოვრი ნუჩებთ აი აქ ეს ავტომატურად რამხელაც არის სურათები მოწყობილობა რამდენი ჩავაგდით ზუსტად იმ ზომაზე ავტომატურად ჩააგდებს მუსიკას და აი როგორც Windows Movie Maker-ის შემთხვევაში არ არის ასე ამ თუ სურათები ბევრია არ ყოფნის და ნახევრად აგდებს თუ სურათები ცოტაა მუსიკა დიდია და მე შავი ფონი ჩანს მაგრამ ამას აქვს ამ პროგრამას თვითონ ავტომატური გამშვები ავტომატურად აგდებს ყველაფერს მოდი ვნახოთ ვიდეო აი გაიშვა ხო თუ განახლებული არ გაქვთ და ვიდეოს გავუშვებთ აქ ყვითელ პატარა პანჯერაში დაგიწერთ რომ ეს ვიდეო არის გაკეთებული ამ პროგრამით და ეს ძალიან ლამაზი არ არის ყოველთვის აი როგორც მაშინ მივედით ბოლო იმაში შენახვა ხდება არამედ ფაილის სეივიდან არამედ ცოტა სულ სხვანაირად აი აქედან Quick Outlook ავირჩევთ Flash Internet Web Show აქ თქვენ რომელიც ხდებათ იმას აიჩებთ მე ამ წუთში ავირჩევ Flash აი ამოვიგდო შემოვიდე Quick გავუჩნისო სახრანით სახელი დავაწეროთ show აი ამას უნდა დაველოდოთ ახლა
აქ თან გვიჩვენებს ჩვენ პროცესებს. რა გავაკეთეთ. და ახლა მე ცოტა მაქვს ფოტო და ამიტომ მალე დავამთავრებ თუ ბევრი გაქვს ძალიან ბევრი ხანი დაძიება. აი ჩვენი ვიდეოც დამზადდა. აი როგორც ხედავთ. აი ეს ვიდეო სპეციალურად მომზადდა Full G-ისთვის. შემოვზანდით Full G-ზე, მორებით, თუ რამე ვერ გაიგეთ ამ ვიდეო გაკვეთილისგან, ამ ვიდეოს სადაც ნახავთ, იმის ქვემოთ დაწერეთ კომენტარებში და აუცილებლად გასწავლით. სულ ეს იყო ნახვამდის.